სულიერი ბრძოლა. ფრონტის ხაზი ემიგრაციაში. აბრაამიდან ჩვენამდე, როცა გადარჩენა ბრძოლაა. ერთხელ, დიდ სულიერ ომში ერთი მეომარი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. ის არიდგა მაღალჭერიან რელიგიურ დაწესებულებაში ეს, სადაც მქადაგებლები თბილად და დაცულად საუბრობენ რწმენაზე. ის იდგა იქ, სადაც ტალახი, შიმშილი და გადარჩენისთვის ბრძოლაა. მდიდრის სისტემა და ნამცეცების ხაფანგი მდიდრისა და ლაზარეს იგავი დღესაც ცოცხალია. სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იმდიდრულად მოზეიმე კაცს გავს, რომელმაც ისეთი კანონები შექმნა, რომ შენ მუდამ კარიბჭესთან იწვე. ეს სისტემა გაძლევს მხოლოდ ნამცეცებს იმდენს, რომ შიმშილით არ მოკვდე, მაგრამ მუდამ უუფლებო და დაწულებული იყო. სწორედ აქ იწყება ნამდვილი ბრძოლა. ბიბლიური ემიგრაცია. აბრაამის შეცდომები ემიგრაცია ბიბლიაში მხოლოდ გადაადგილება არ არის, ეს არის უდიდესი სულიერი გამოცდა. აბრაამიც კი, რწმენის მამა, ემიგრაციაში ყოფნისას, შიშისა და გადარჩენის გამო შეცდომებს უშვებდა. როცა შიმშილმა ეგვიპტეში ჩაიყვანა, მან საკუთარი თავის გადასარჩენად იცრუა. ღმერთმა იცის, რომ უცხო მიწაზე, სტატუსის გარეშე ყოფნა ადამიანს აიძულებს ისეთ ნაბიჯებს, რასაც მშვიდობისას არ გადადგამდა. შენი შეცდომა ემიგრაციაში არ გხდის იუდას, ის გხდის აბრაამს, რომელიც სწავლობს ღმერთის ნდობას იქ, სადაც არავინ ჰყავს. უსტატუსობა ბრძოლა არსებობისთვის ემიგრაციაში შენი ყველაზე დიდი მტერი ხშირად სტატუსია. როცა არ გაქვს საბუთი, სისტემა გეუბნება, რომ არ არსებობ, რომ არ გაქვს უფლება შრომაზე ან ღირსებაზე. სწორედ ეს უსტატუსობა გიბიძგებს დაცემისკენ. მაგრამ გახსოვდეს, შენი სტატუსი ღვთის წინაშე არ განისაზღვრება იმ ფურცლით, რომელსაც სახელმწიფო გაძლევს. ამ ქვეყნად შეიძლება იყო არალეგალი, მაგრამ ქრისტეში შენი სტატუსი არის ზედა თანამემკვიდრე. შეენა, დაცემა და შუამავალი, როცა ბრძოლის ველზე მუხლი გეკვეთება, მტერი გეჩურჩულება. შენ უღირსი ხარ. მაგრამ სწორედ აქ მოდის ყველაზე დიდი ნუგეში. ვინაიდან არ გვიზის ისეთი მღვდელმთავარი შუამავალი, რომელიც ვერ შეძლებდეს ჩვენს უძლურებათა თანაგრძნობას, არამედ ყოველნაირად ჩვენსავით გამოცდილი, გარდა ცოდვისა. ებრაელთა 4:1-5. იესო თავადაც იყო უსტატუსო დევნილი ჩვილობიდანვე. მან იცის შენი სისუსტის ფასი. ის არის შენი შუამავალი მამის წინაშე, არა იმიტომ, რომ შენ ხარ ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ მან იცის, რა რთულია იყო ადამიანი ბრძოლის ველზე. წამოდგომა პავლე მოციქულმა თქვა: თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა, მაგრამ ის წამოდგება, რადგან ღმერთს ძალუც მისი წამოყენება. ნუ შეგაშინებს ის ტალახი, რომელიც ბრძოლისას მოგეცხო. ნამდვილი რწმენა არა ტაძრის გალავანში, არამედ ბრძოლის ეპიცენტრში გამოვლენილი თავმდაბლობაა. თუ დაეცი, წამოდექი.